როცა არ ვიშოვებ თიხასთან, მაინც თიხაზე ვფიქრობ. არ არსებობს დღე, რომ რაღაცა არ გავაკეთო და მთელი ცხოვრების მანძილზე სულ რაღაცას ეძებ, აი სხვა ფერს ეძებ, აქედან ამას რო შევერო, იმაში რა გამოვა. ეს ყველაფერს აკადემიაში უცბად ვერ ისწავლე, ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე სულ სწავლაში ხარ. კერამიკა ის ცოტა რთული საკითხია, ძალიან საინტერესო სპეციალობა არის იმ მხრივ, რომ თიხასთან გაქვს საქმე. ეს თიხა ერთი კი არ არის, რამდენიმენაირი თიხა არსებობს. ყველა ნამუშევარს თავისებური თიხა უნდა, მჭლე ან მსუქანი თიხა. მერე საინტერესოა ღუმელთან მუშაობა ძალიან. ღუმელთან არ უნდა შეგეშალოს რაღაც, თუ ერთი 10 და 15 გრადუსად დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გამოვა შემდეგ. აი ფერწერიდან განსხვავებით კერამიკაზე რომ მუშაობ, ხო, კერამიკის ჭიქურებით მაგალითად როცა ფარავ, ფერწერაში ხედავ რას აკეთებ და კერამიკაში დაახლოებით ხედავ. მთლიანად შეიძლება შენ ერთი ფერი დაადო და გამოწვის შემდეგ უნდა იცოდე რა ფერი დადგება ის. ზუსტად უნდა მოარტყა, ცოტა რთულია კერამიკა და ამიტომ არის საინტერესო. იდეა მოდის ღამე, რომ ვერ იძინებ, ხო? ფიქრში მიდიხარ და მოგივა თავში, რომ აი ეს უნდა გავაკეთო ხვალ და დილას რომ მოდიხარ, უკვე თავში გიზის, ესკიზი არ გინდა. თავში გაქვს და იმას იწყებ, რა თქმა უნდა, მე ამას რო იწყებ, შეიძლება ის ვერ გააკეთო, რაც იქ მოგივიდა აზრად, მაგრამ მან კერამიკა ისეთი რაღაცა ფორმა რგვალია და ყველა მხრივ უნდა იყოს საინტერესო, ცალმხრივიდან არ უნდა იყოს და ამიტომ გადაკეთება გიწევს მერე და ბოლოს რაღაცა საინტერესო გამოვა. არის ნამუშევარი, რომელიც ვერ შეველევი. ფერწერაშიც და კერამიკაშიც და არის, რომელიც შემიძლია გავყიდო. ახლა ბევრი მაქვს რაღაც გასხვისებული და მე გული გწყდება, რომ ის აღარა გაქვს რა. ჩემი მეგობრის სახში აღმოაჩინე ჩემი ნამუშევარი და დაბადების დღეზე ვაჩუქოთ და ერთი რამდენიმე წლის მერე და ეხლა რომ მივუთხარი გეყვეცე მომყიდე მეთქი რა ისე მომყიდე წავიღებ მეთქი და აი ესეთ რამეებიც არსებობს იცი რა კერამიკა აი იტყვიან ხოლმე რომ დავუშვათ რა გაყიდე და მე მეორედ გააკეთებ იმას არ არსებობს ეგ მეორედ იმას ვეღარ გააკეთებ რა აუცილებლად რაღაცაში განსხვავება იქნება და გამეორება ყოველთვის სუსტია პრაქტიკა მთავარი კერამიკაში. ვერავინ ახლა მე არ დავბადებული ვარ კერამიკოსად და მთელი ცხოვრება რომ რაღაცას ვაკეთებ, ამიტომ რაღაცა გამომივიდა თორე თავიდან ხო არ ვიყავი მე კერამიკოსი არა. ამიტომ პრაქტიკა არის და შრომა ყოველდღიური აბსოლუტურად და უნდა გიყვარდეს, თავარი სიყვარული. რომ მითხრა რომ სხვა სპეციალობას გადადი, არაფერი ჩემგან აღარ გამოვა, მე მაინც თიხაზე ვფიქრობ ყოველდღე. ამიტომ უნდა გიყვარდეს, ურჩევ ახალგაზრდობას, ბევრ შრომას და ბევრი ლიტერატურის ნახვას.